მოგესალმებით ყველას ჩემს მორიგ ვიდეო ვლოგში. ვინც არ იცით, გეტყვით რომ მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ჩემი ვიდეოები. ახლა კი სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. საკმაოდ აქტიურად მიდის ჯემპრის ქსოვა, არ ვიცი რატო გადავწყვიტე, მაგრამ მაინც ამაზე აქცენტის გაკეთება, თუმცა 1,50 გრამიანი გორგალი უკვე სრულად მოვქსოვე სიგრძეში და მივამაგრე აგერ შემდეგი და დავიწყე მკლავის ქსოვა. აი ესე, აი ამდენი მაქვს უკვე მკლავი მოქსოვილი. გადავწყვიტე რომ ჯერ მოვქსოვო მკლავები და მერე დარჩენილი ზაფი გავუშვა სიგრძეში, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს სრულად არ დამჭირდება, სრულად 3 ცალი არ დამჭირდება წესით. აქედანაც დიდი ნაწილი დამრჩება, რასაც სიგრძეში გავუშვებ. და ვნახოთ რა გამოვა. გავაგრძელებ ახლა ქსოვას. ცოტას კიდე და გადავალ მერე სხვა რამეს. ძალიან გვიანია ახლა ქსოვისთვის, თუმცა გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი აი ამ ნივთისგან პაუზა გამეკეთებინა. აქ ძალიან კარგი განვითარება მაქვს უკვე რეალურად და ალბათ შემდეგ ჩართვაში გაჩვენებთ და დავიწყე ქუდი. ჯერ ყველაფერი გაუგებარია, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი პატარა ფიშო მეხმარება ამ ყველაფერში. დარაჯობს როგორ ვქსოვ, ვერ წარმოვიდგენთ რა დონეზე მომწონს ეს ფერი, რეალურად ბევრად უფრო მუქია. აქ უფრო ცოტა როგორ გითხრათ, იანერ ჯინსის 5 ნომერს გავს. 5-ია ის თუ 7? არა. საერთოდ არა. ყავისფერი რო აქვს იანერ ჯინს, მოკლედ არ მახსოვს კოდი იმას გავს, მაგრამ რეალურად ვაფშე სხვანაირია, ბევრად უფრო მუქია. და ძალიან ლამაზია. ახლა უცებ მოვქსოვ ქუდს და დავწვევი დავიძინებ. გაჩვენებთ დასრულებულს. ვქსოვ აი ამ ზედას უკვე რეალურად ორივე მკლავი მაქვს. მზად, მაგრამ საქმე არ ეხება ახლა ამ ზედას. საქმე ეხება აი ამას, რომელიც აი ამ შარფში გახვეული იჯდა დივანზე. მერე გაიზმორა და გადავარდა. მაგრამ ახლა დაახლოებით საათნახევარია ძინავს ძირს. ისევ ამ შარფზე. და დიდად გაღვიძებას არც ჩქარობს. საყვარელია და რა გავაკეთო. ძირს როგორც დავარდა, ისევე გააგრძელა ძილი. და იმდენად მეწოდება, რომ წავართვა ეს შარფი და დავალაგო აქაურობა. რომ ვაცდი ძილს. პეტარა თავხეთს. მოკლედ შეკვეთა მაქვს ყვავილები, ვარდი მაქვს მოსაქსოვი 2 ცალი, ბროში უნდა იყოს ყელზე, ბროში თუ რაღაცა ჩოკერივით. მოკლედ მოვქსოვე 2 ცალი და ძაფი დამრჩა 10 გრამი, 25 გრამიდან და ვფიქრობ, რომ ბარემ კიდევ ერთს მოვქსოვ, მაღაზიაში იქნება მშვენივრად მანეკენზე და აი ესეთი ვარდები მოვქსოვე. რაღაცა განათება არ გვივარგა, მაგრამ ერთი ესეთია. მეორე ესეთი და დამთავრებული მაქვს კიდევ 2 ნივთი, რომელიც აქდევს. ეხლა ამას მოვქსოვ და კიდე ერთი პროცესი მაქვს, რომელიც თითქმის დამთავრებულია და იმასაც გაგიზიარებთ. რავი, გადავწყვიტე, რომ 10 გრამი მარაგებში ჩასადებად ძალიან მენანება. ბარემ 1 ცალს მოვქსოვ, კიდე დარჩება 3 გრამი და იმ 3 გრამს უკვე ავიღებ და გადავაგდებ. ასე რომ ესეთი ვარიანტი. ფერები საერთოდ არ გადმოიცემა და ვერ ხვდები რატო არა და ყოველთვის კარგად ჩანდა ხოლმე. არა და გარეთ ჯერ დღე გვაქვს. ეს ვაჟბატონი გარეთ ზის. გეგონება სახში არ უშვებენ. გავაგრძელებ ახლა ქსოვას და მექნება ესეთი ვარდი. ეს დიდად არ მომწონს, ეს უფრო მომწონს და ესეც გავაკეთებ.
მოვქსოვე მესამე ვარდი და დამრჩა აი ესეთი მარაგი. არ ვიცი, შევინახო. თუმცა არ გადავაგდებ აშკარად იმაზე მეტი დარჩა, ვიდრე ვფიქრობდი და ამას მივამატებ ჩემს გორგალებს, სადაც მაქვს შეგროვებული ესეთივე შემადგენლობის ძაფები, ხალიჩისთვის ან პლედისთვის, ანუ არა მარტო შალის ნარჩენებით ვქსოვ პლედს, არამედ მაქვს აი ესეთი ბამბა აკრილის კომბინაციები. მოკლედ ახლა ამას ავაწყობ, რომ მივიღო ზუსტად ესეთი ბარდი. ეს პატარა კი ჩაეწერება ჩემს მარაგებს. მარაგებს რა ნარჩენებს რეალურად. Всё. გადავწყვეტე შუა კვირის ჩართვა გამეკეთებინა, სანამ დასრულებულ ეტაპზე დავიწყებდე ლაპარაკს და გიზიარებთ ამ პერიოდში უკვე რა მაქვს დამთავრებული. დღეს არის 23 სექტემბერი. მოგიყვებით წინა, მოკლედ რაც ხდებოდა წინა დღეებში, ესე იგი 20-ში მაღაზიამ აღნიშნა დაბადების დღე, სადაც მუშაობ და ბევრი თქვენ, ზოგიერთი თქვენგანი იყო კიდევაც და ძალიან სასიამოვნო დიალოგიც გქონდა. თუმცა როგორც ატყობთ, ხმა თითქმის აღარ მაქვს. ანუ ძალიან ტკივა აი ეს ადგილები და ისე ვეღარ ისე თავისუფლად ვერ ვლაპარაკობ, მოკლედ ხმის ტემბრს ხვდები რომ აქ შეცვლილი, იმდენი ვილაპარაკე მაღაზიაში, მაგრამ აი ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, კმაყოფილი ვარ ხალხთან ურთიერთობით, ძალიან საინტერესო იყო. იყვნენ ისინიც, ვინც ჩემთან ერთად ქსოვდნენ ჯემპს, ეხლა ქსოვენ საროჭკას და მოკლედ მერე მანამდე ანუ სანამ დაბადების დღე იქნებოდა გვქონდა მოსამზადებელი პერიოდი. უნდა დაგველაგებინა თაროები, საწყობი, რომ მაღაზიის პირველ სართულზე მაქსიმალურად დიდი სივრცე გაგვეთავისუფლებინა და მოკლედ მაგ სამზადისში ფიზიკურად ძალიან დავიღალე, მერე თვითონ 20 რიცხვი, მერე 21-შიც მუშაობდი და გუშინ ვისვენებდი და მთელი დღე მშვიდად სახლის დალაგების მერე ქსოვას და მოვახმარე და მოგქსოვე რამდენიმე დასრულებული ნივთი მაქვს, რომელსაც გაჩვენებთ ახლა და ვიდეოს ბოლოში გაჩვენებთ იმ ეტაპისთვის, რასაც დავამთავრებ. ეს არის პირველ რიგში აი ესეთი კომბინეზონი, რაც წინა ვიდეოში გაჩვენეთ. ჯერ არ არის გარეცხილი, ანუ მინდა რომ სრული კომპლექტი შევკრა და მერე გავრეცხო. ამ კომბინეზონისთვის მოგსოვე აი ესეთი საყვარელი ქუდი. ძალიან მარტივად იქსოვება. მირინოსი გარეცხვის მერე ეს კონკრეტული ცოტა იწელება, იმიტომ რომ ქართულად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ეს არის გრიბინოი და გრიბინოის შემთხვევაში ცოტა იშლება, ხოლო კარდნეს შემთხვევაში, რომელიც არის ბუსუსებიანი, ის პირიქით იკუმშება. ახლა ამას, ну რა თქმა უნდა, ცივწყალში რეცხვაზე მაქვს საუბარი და არა ცხელში ესეც დაპატარავდება. ესეთი ქუდია და ძაფი დამრჩა, რომელიც მინდა გამოვიყენო წინდების მოქსოვისთვის, აი ესეთი რაოდენობა დამრჩა ძაფის. ერთად იყო მოთავსებული აი ამ ნევთთან ერთად და მთლიანად ბუსუსებშია, სანამ გარეცხვის დროს მოშორდება ეს ბუსუსები და პლუს ამას როლერით გადავული, რომ მთლიანად ეს მოვაშორო, რაც აი ამ ჯემპრიდან მოხერი გადავიდა ამ ნივთზე. ამ ძაფით წესით თუ არ მეყოფა, ანუ მაქვს კიდევ ორი გორგალი ძაფი, რომლითაც შემიძლია რომ მოვქსოვო წინდები და ყველაზე კარგი ვარიანტია საჩუქრისთვის, მოკლედ ძალიან მომწონს. ამას აკლია მხოლოდ წინდები, მერე შეფუთვა, ანუ გარეცხვის მერე შეფუთვა და გავუგზავნი საჩუქარს. რაც შეეხება აი ამ ზედას, გუშინ წინ, უბრალოდ გუშინ და დღეს მთლიანად დავუთმე მაქსიმალურად დრო, ფერი საერთოდ არ გადმოიცემა, მაგრამ ვეცდები რომ დღის შუქზე გადავიღო. ეს არის V-ფორმის საყელო, რომელიც გაფორმებულია აი კორდით და რეგლანი. არის ოვერსაიზი, განიერი მკლავებით, ესეთი განიერია თვითონ ტანზეც და აქ ეს თეთრი არის ბამბა, ხოლო ყავისფერი ეს არის მოხერი.
და არის ეს ყველაფერი პოლიამიდის ძაბზე. მოკლედ ძალიან ლამაზი ნივთია, ლაივში კიდევ უკეთესია ვიდრე ვიდეოში, იმიტომ რომ ვიდეო ფერებს საერთოდ უკარგავს. ზოგან აირი, ანუ დაემთხვა პრინტი, ზოგან აირია, ზოგან ისევ დაემთხვა, მაგრამ მე ძალიან მომწონს. და დიდად არც მინდოდა რომ პრინტი დამთხეულიყო და ეს ზოლები გამოსულიყო, ასე რომ თუ რაღაც მომენტებში ირეოდა, პირიქით ძალიან მიხაროდა. ესეთი ნივთი მაქვს დამთავრებული, ეს არის 150 გრამი, არაჩვეულებრივად. პირადი მარაგებიდან ეს ძაფი შარშან შევიძინე ზუსტად აი ამ ნივთისთვის და საინტერესო ის არის რომ ვისი ვიდეოთიც ვიხელმძღვანელე, ანუ ხარჯის კუთხით რომ ის გოგო ამბობს რომ ეს ძაფი დაჭირდა 2XS ზომაზე, ანუ 2XS-ია თვითონ და რომ მოიქცევა 3 ცალი დაჭირდა. ძალიან მაინტერესებს ქსოვის სიმჭიდროვე რამდენი აქვს, იმიტომ რომ მე ძალიან შორს ვარ 2XS-ისგან. მე ვარ ანუ M-სა და L შორის უკვე L-ისკენ ჩემ დასამწუხაროდ და 3 ცალი მეყო და თან მაქვს ოვერსაიზი, ანუ დიდია. ისე კი არა რომ დიდი მაქვს, არამედ ანუ თავისუფლად მაქვს და 2XS-ის დროსაც 3 დაჭირდა და ანუ წესით 2 ცალი ეყოფოდა ძალიან თავისუფლად ვფიქრობ. არ ვიცი რა სიმჭიდროვე გამოიყენა ქსოვის დროს. მე მოვქსოვე 5.5 მილიმეტრ დამივარდა ყველაფერი 5.5 მილიმეტრ ჩხირზე, აი ესეთი კუბიკები მქონდა 5.5 და თავიდან ბოლომდე მოვქსოვე ამით. რაც შეეხება შემდეგ ნივთს, აქ მოხდა ძალიან საინტერესო რამ. ესე იგი, ჩემს პირად გვერდზე, მესხი ვულზე მყავს დამკვეთი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩემთან თანამშრომლობს. ხშირად მიკვეთავს ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცა პერიოდში ერთხელ მომდის შეკვეთა. თქვათ შარშან წინ მოგხსოვე, მე მგონი მისთვის რაღაცა თუ შარშან და მანამდეც რაღაცა მაქვს მონაქსოვი. ანუ პირველი შეკვეთა არ იყო ეს. მიგზავნის ფოტოებს და ვთანხმდებით შეკვეთაზე და მერე ტრისკელეს გვერდიდანაც მომდის შეკვეთა იგივე ნივთზე. ახო და მერე დავინტერესდი ანუ დამკვეთი ვინ არის და თანხის ჩარიცხვის ქვით არის რომ მოვითხოვე, აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე ადამიანია. მესხიულზე შემკვეთი და ტრისკელეზე შემკვეთი და საინტერესო ის არის რომ ფასი განსხვავდება. ანუ მესხიულზე რო შემიკვეთა სულ სხვა ფასი ვუთხარი, ტრისკელეზე რო გააკეთა შეკვეთა სულ სხვა ფასი მიიღო და ორივეგან გააკეთა შეკვეთა და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ორივე შეკვეთა მე უნდა მოვხსოვო და თუ იმის შემოწმება უნდა და რამდენად კარგად მოვხსოვ მე ან მოიქცოვება ტრისკელეში ორივე რომ ჩემი მოქსოველი მიუვა, ეგ არ ვიცი როგორ იქნება. იმედი მაქვს მაყოფილი დარჩება. მოკლედ. შეკვეთილი ქონდა ესეთი ვარდი, რომელიც აი ამს მოვიშორებ. შეკვეთილი ქონდა აი ესეთი ვარდი, რომელიც აი აქ უნდა იყოს, ახლა მაგავუკეთო შავი თოკი და ამ ვარდის მოქსოვის მერე ვნახე რამდენიმე ფოტო Pinterest-ზე და მეორე მოქსოვე აი ესეთი. ანუ აი ამ ეშვებით მე პირადად ეს ბევრად უფრო მომწონს. რაღაცა აი ეს, ან აქეთ. ან ძალიან საყვარელია და ძალიან ლამაზია და გადავწყვიტე რომ ბარემ კიდევ ერთი მომექსოვა. და გამომივიდა რომ მაქვს ორი ესეთი და მაქვს ერთი ესეთი, ანუ ორი წავა შეკვეთა და ერთი დარჩება მაღაზიაში, ან წინა კადრში ამაზე ვისაუბრე უბრალოდ რატო ქსოვს საერთოდ ამ ვარდებს. რატომ ქსოვ და ზუსტად ამიტომ რომ მომივიდა ორი შეკვეთა. ორივე მზად არის, ახლა შავძაბს მოვძებნი, გავუკეთებ აი ამ შესაკრავებს და რეალურად ამასაც მივიწერ 25 გრამი გამოვიდა ჯამში და მივიწერ დასრულებულ ნივთად. რაოდენობას არ ჩავწერ, ან უბრალოდ ვარდის ჩოკერი 25 გრამი. იმიტომ რომ რეალურად ახლა 3 ჩოკერს შესაკრავი 3 გრამი ძაფი კი წაუვა და
აი აქ მაქვს დარჩენილი 3 გრამი, ასე რომ შავი ფერის ძაფი და ეს ერთად იქნება 25 გრამი. შემდეგი რაზეც მუშაობდი და არ გამიზიარებია კადრი, იმიტომ რომ სამსახურში დავიწყე და თან ყველაფერთან ერთად ვაკეთე სამსახურში გადაწყობა გქონდა საწყობში, ანუ პროდუქცია უნდა გადაგველაგებინა, სორტირება გაგვეკეთებია ისე, რომ ქვედა სართულიდან დიდი რაოდენობა პროდუქციის აგვეტანა ზევით. ხო და აი ამის პარალელურად, როცა უკვე სუნთქვა აღარ შემეძლო, ისე ვიღლებოდი, ვჯდებოდი ხოლმე და ვქსოვდი ამას, დილით დავიწყე და სამსახურში მისვლისას დავიწყე და სამსახურიდან წამოსვლამდე ერთი ცალი დავამთავრე. გამოვიდა აი ესეთი, ეს არის ჩემი მეუღლის ყველაზე საყვარელი მოდელი ხელთათმანის, არ მოწონს დიდად აი აქ თითებს ცალ-ცალკე რო ვუქსოვ ხოლმე და მთხოვს ყოველ ჯერზე რომ ეს ერთიანი სივრცე კონდეს და ეს ერთი თითი გვაქვს ხოლმე ცალკე გამოყოფილი აი ესე. ეს არის ლანაგროსას წარმოებული ძაფი ქაშმირ 16 ფაინი, სადაც გვაქვს 80% მირინოსი, 10% ქაშმირი და 10% პოლიამიდი. 50 გრამზე არის 320 მეტრი. ჩემი დეკემბრის ვიდეოები თუ გაქვთ ნანახი, იქ ანუ არ ვიცი ალბათ 1-5 თუ 6 წყვილი ხელთათმანი მოგხსოვე ამ ძაფით. ვხსოვ 2 წვერში, რადგან 1 წვერში ნუ ძალიან წვრილია და უბრალოდ ნერვები არ მეყოფა და ზოგადად ხელთათმანების ქსოვის დროს ძალიან მომწონს მეტრაჟი 50 გრამზე 165 მაქსიმუმ 175 მეტრი. ეს არის ჩემთვის იდეალური და ეს შემიძლია 1 წვერში ვქსოვო. ეგეთი ძაფით მაქვს მონაქსოვი არაერთი ხელთათმანი და უფრო ხშირად ვიყენებ ხოლმე ლამიას ფირმის მირინოს, სადაც არის ზუსტად ესე 100% მირინოსი, 175 მეტრი 50 გრამზე. ხო და ამ შემთხვევაში გამომივიდა, რომ 160 მეტრი 50 გრამზე 2 წვერში მოქსოვის დროს არის იდეალური. ჭხირები გამოვიყენე 2.5, თუ სწორად მახსოვს, ან 2.75, ამას უფრო დავაზუსტებ ერთი წამით. აი აგერ გამზადებული მაქვს. ეს არის 3 მილიმეტრი. 3 მილიმეტრი ჭხირით მიქსოვია. კიდევ უკეთესი, ესე იგი, დღეს დავიწყებ მეორე ხელთათმანს და 3 მილიმეტრით მშვენივრად დღეს აღამოს მოვხსოვ. ეს ჭხირები არის ასეთი ნაბორიდან, რომელიც უზომოდ მიყვარს. ეს არის წვრილი ტულიპის ჭხირების, ბამბუკის ჭხირების ნაკრები, სადაც გვაქვს ჭხირები 2 მილიმეტრი, 2.25, 2.5, 2.75 და 3 მილიმეტრი ახლა კი მაქვს ხელში. და აქვს ადგილი თავისუფალი კიდევ ერთი ჭხირისთვის, თუმცა საქმე რაშია, ტულიპის ჭხირების შემთხვევაში 3.25 უკვე როგორც ვიცი, მაგრამ დავაზუსტებ. აი ეს ჭხირის შესარჭობი, ანუ ლესკა და ჭხირი სადაც უერთდება ერთმანეთს, არის უკვე სხვა სისქის. და იმაზე მიდის უფრო მსხვილი ლესკა. იმიტომ რომ ტულიპს აქვს 2 სერია, ესე იგი 3.25-დან ზევით, სადაც ეს ლესკა არის დიდი, ანუ განიერი თავით, ანუ არ არის აი ესეთი ნახეთ, ამას აქვს ბევრად უფრო წვრილი თავი. აი ესე, არ ვიცი ჩანს თუ არა. აი მოკლედ ჩანს. აი ეს წვრილი თავი აქვს. და დანარჩენი აქვს მსხვილთავიანები. მსხვილთავიანები ძალიან კარგად კომბინირდება ასევე ლანაგროსას ჭხირებთან და ნიტპროს ჭხირებთან. ასევე ლუკეს ფირმის ჭხირებთან. ხოლო ეს წვრილები არც ერთთან. ანუ თუ გაქვთ ესეთი წვრილი ჭხირი, ანუ 2 მილიმეტრიდან 3 მილიმეტრამდე, ამათთვის გჭირდებათ ცალკე ლესკები. სამწუხაროდ არ არის ეს ყველაფერი ბიუჯეტიანი ვარიანტი, ასე რომ ამ ნაკრებში იყო სულ 2 ლესკა და ჯერჯერობით ამ 2 შემოვიფარგლები. ვერ ვიტყვი რომ ერთდროულად რაღაცა ბევრ ნივთებს ვქსოვ და მეორე მაქვს აი ესეთი, ანუ ეს პატარა. გამჭირვალეა და დიდად არ ჩანს, მაგრამ აი ესეთი პატარაა და ეს 80-იანია, ეს წესით 60-იანი. იმდანად ბევრ ნივთებს ამ ჭხირებზე ფიზიკურად ვერ მოგხსოვთ, რომ აი ერთდროულად პროცესში გქონდეთ რამდენიმე, ასე რომ ჩემთვის ამ ეტაპზე 2 ლესკა არის სავსებით საკმარისი.
თუ როდესმე გადავწყვიტე რომ რაღაც კატასტროფული რაოდენობა დავიწყო ამ ჭხირებით და დამჭირდა დამატებითი ლესკები, მე უკვე ვიზრუნებ იმაზე რომ შევიძინო, თუმცა ჯერჯერობით ჩემთვის საკმარისია. მოკლედ, ეს უნდა დავიწყო დღეს და ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გეგმებს რაც შეეხება რომ ვთქვათ, მაქვს მოქსოვილი კომბინიზონი, აი ესეთ ფერში და მაქვს მოქსოვილი ქუდი. არ მაქვს მოქსოვილი წინდები. და გადავწყვიტე რომ შევკრა კომპლექტი, რომელსაც მე ფოტოს გადავუღებ და ეწიზე ახალ ფერს დავამატებ. სანამ მოვახერხებ იმას, რომ მოდელები საერთოდ ჩავანაცვლო. უბრალოდ ფერებს ვამატებ ჯერჯერობით, ხო და ეს არის Lana Grossa, Lana Gold Fine Alizes წარმოების, სადაც არის 50-50-ზე შალი და აკრილი. ძალიან დიდი პერიოდი ვქსოვდი ამზაფებით და ეხლა დიდი სურვილი აღარ მაქვს, ანუ მინდა რომ მაქსიმალურად ნატურალურ შემადგენლობებზე გადავიდე, მაგრამ მარაგებში რაც მაქვს, მინდა რომ გავხარჯო, ანუ არასერიოზულად მიმაჩნია ძაფის გადაყრა. რას ქვია გადაყრა? არავითარ შემთხვევაში. ხო და მაქვს ძაფი, მინდა რომ მოვქსოვო წინდების მერე მაინც დარჩება აქედან რაღაც რაოდენობა. აი იმ რაოდენობას უკვე გავუშვებ ხალიჩაზე, ისა პლედის ქსოვაზე და კომპლექტს კიდე განვათავსებ ეწიზე, იმიტომ რომ ეწის მაღაზია შვებულებიდან დავაბრუნე, ესე რომ ვთქვათ. და უკვე გოგომ წერდა, რომელმაც ადრე შემიკვეთა ცისფერი კომბინიზონი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ერთ-ერთი კომბინიზონის ქსოვის გამო დავარღვიე მანამდე მოქსოვილი შორტი კომბინიზონი და საბოლოო ჯამში ძაფი არ დამჭირდა. და აღმოჩნდა, რომ ტყუილა უბრალოდ დავარღვიე ტოტი იმ კომბინიზონის. ამ გოგომ გუშინ გამომიგზავნა ფოტო, როგორ გამოიყურება ბავშვი ამ კომბინიზონში და აი აქ ჩავსვავ, აი ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის რომ ხელა სიხარულია ხოლმე, როდესაც ესე მიგზავნიან ფოტოებს, ანუ წერენ რომ მაყოფილები არიან და რომ ბავშვს გამოადგა და გარდა იმისა რომ ფოტო გამომიგზავნა, სანამ შვებულებიდან დავბრუნებდი მაღაზიას, მანამდე მომწერა და მკითხა, შემიძლია თუ არა იგივე კომბინიზონი მოვუხსოვო ბეჟი ფერით. და პლუს ჩამიგდო შარვალი და ზედის ფოტო, რომლის გამეორებაც სურს. ანუ მაღაზიაში ნაყიდი ნივთია, რომელიც დაუპატარავდა ბავშვს და უნდა რომ მოვუხსოვო კარგი ძაფით და ის ზომა, რომელიც ეხლა ჩაეტევა. და ვუთხარი რომ 5 სექტემბერს დავბრუნდები თქო შვებულებიდან, თქო მაღაზიას განვაახლებ თქო, მაგრამ არ გამიკეთებია ეგ და მოვიწყდა, როცა გამახსენდა უკვე 20 ახლოვდებოდა და მოკლედ გავხსენი მაღაზია. და მომწერა, ეხლა ველოდები რომ ჩამიგდო ზომები და დიდი ალბათობით იქნება ეგეთი შეკვეთაც მოსაქსოვი. პლუს ამას, როდესაც მოვხსოვ აი ამისთვის ამ წინდებს და აი ამ ხელთათმანს, ეს იქნება დღეს ხვალ. მინდა რომ დავამთავრო კიდევ ერთი ნივთი რომელიმე და ამ შემთხვევაში მრჩება 3 ნივთი სულ 2 ჭხირებზე რაც მაქვს და 1 ყაიზნახით ვარდისფერს რასაც ვქსოვ. ვარდისფერს არ ვთვლი დიდად, იმიტომ რომ გადაღების პროცესების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ქსოვაც, იმიტომ რომ რეალურად დამრჩა 1 დეტალი მოსაქსოვი, ეს არის მკლავი, რომელიც თან უნდა გადავიღო. და როგორც კი დავჯდები რომ გადავიღო, მერე უნდა ავაწყო და მოვხსოვო საყელო და ეს ყველაფერი უნდა ვაჩვენო კამერაში. შესაბამისად მჭირდება ისეთი დრო, როდესაც ყოველ 2 წუთში არ ამაყენებენ, დამიძახებენ, ან გამოწყვეტინებენ, მოკლედ ესე რო არ მოხდეს, ამიტომ ვცდილობ ხოლმე მაქსიმუმ საღამოს, ისეც იმის იმშვიდე, როდესაც სამსახურიდან SMS-ებიც აღარ მოდის და არაფერი და მშვიდად ვაკეთებ ამ ყველაფერს. და წითელი ჯემპრი, რომელიც უნდა დავამთავრო, რადგან მინდა ძალიან გავითავისუფლო სივრცე და დრო, რომ დავიწყო ახალი ნივთები. ახალი გეგმა რაც მაქვს ჭხირებზე მაინც ამოვიყვან. ეს არის ვარდისფერი კარდიგანი, მაგრამ გუშინ წინ სამსახურში გადავაწყვეტე თარო, რომელიც არის ტვიდის ძაფების
და მივხვდი რომ უზომოდ მინდა იმ ტვიდით მოვიქსოვო კარდიგანი რომელიც იქნება სულ უზორებით, ანუ აი სულ ნაწნავები ან არანები გამოყენებული ზედ და ვერ აგიღწევთ ანუ გონებიდან და ვეღარ ვიგდებ ამ სურათს და მაგიტო მინდა რომ მაქსიმალურად ბევრი ძაფი მოგხსოვო ჩემი მარაგებიდან რომ მე ვიყიდო ის ძაფი და დავიწყო იმ ძაფით ქსოვა და ეგ იქნება ალბათ ოქტომბრის დასაწყისში. იმიტომ რომ ახლა ამ ხელფასიდან არ მინდა გავეკარო ძაფებს ყიდვის კუთხით, ისედაც საკმარისზე მეტი მაქვს საქსოვი ძაფები. ასე რომ ოქტომბრის დასაწყისში დიდი ალბათობით ვიყიდი ტვიდს და თან ტვიდი მინდა მოხერთან ერთად. და ესეთი თან ტვიდის ეფექტით მინდა თან ცოტა ღუნღულა მინდა და იქნება ძალიან ლამაზი. იმიტომ რომ გახსნის დაბადების დღეს რამდენიმეს რატომღაც ვურჩიე კონკრეტულ ძაფთან რომ მიდიოდნენ ეგეთი კარდიგანი და მე მივხვდი რომ მე თვითონ იმდენად მომწონს რომ ყველას მთელი დღე მაგ კარდიგანზე ველაპარაკები და მე თვითონ რატო არ ვხსოვ მეთქი ზუსტადაც ანუ მე თვითონ დავიწყო მოქსოვა და თან როგორია რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ცოტა ვინტაჟური სტილი ცოტა ისეთი პროფესორული რაღაც კლასიკური ველსაყელოთი ხის დიდი ღილებით შეიძლება ჯიბეც გავუკეთო და მთლიანად არის აი ამ ნაწნავებში და კოსებში და არანებში და აი მთელი ყველა მთლიანად ეგეთია და თან პლუს მინუს ფერიც ვიცი ერთ-ერთი ფერი რაც მომწონს ის ეგეთი უბრალოდ არ გვაქვს რაოდენობაში 3 ცალის მეტი და გადავწყვიტე რომ მაგაზე ცოტა მუქები გვაქვს და გვაქვს ყავისფერი. ყავისფერის მოხერი ბაბინაზე არ გვაქვს, მაგრამ ბეჟი ცოტა ესეთი თეთრსა და აი ამ ყავისფერს შორის არის კიდე რაღაცა ფერი, რომელსაც შეიძლება ძალიან მოუხდეს მოხერი, რომელიც გვაქვს ბაბინაზე და გადავწყვიტე რომ დიდი ალბათობით ამ ორ ანუ ამ ორ ძაფის კომბინაციით მოვხსოვ. მოკლედ ეს ყველაფერი ოქტომბრის გეგმებია, მაგრამ იმდენად გონებაში მაქვს, რომ გუშინ ლამის უკვე სიზმარში მეცვა. იმდენად მინდა. მოკლედ, ახლა გადავაკეთე, შევწყვეტ. აი მე უკვე ხალხო. შევწყვეტ გადაღებას. მოვხსოვ ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე, ანუ ქუდი, წინდა, უბრალოდ წინდები 2 კომპლექტი და ხელთათმანი მეორე და ნახოთ როგორ ჩაივლის ჩემი დღევანდელი დღე. საღამოს დაგიბრუნდებით, გაჩვენებთ შედეგს რა გამომივა. და ხვალ უკვე სამსახურში მივდივარ, ზეგაც სამსახურში მივდივარ, შეიძლება დილით მოვასწრო რაიმე შეჯამების გადაღება და ზეგ გამოვაქვეყნო ვიდეო და თუ ვერ მოვასწარი 26-ში ვისვენებ, 26-ში დიდი ალბათობით დილით გადავიღებ დასკვნით და მისალმებას და დასკვნას და გამოვუშვებ ვიდეოს უკვე 27-ში, 27 არის შაბათი და გამოვა რა ხუთშაბათს იყო ვიდეო და გამოვა შაბათს. რა ვქნათ ეგრე მაქვს უკვე გრაფიკი ცოტა რთულად მაქვს საქმე, მონტაჟს მინიმუმ უკვე 2 დღე ჭირდება ჩემ შემთხვევაში, მონტაჟს და მე ატვირთვას, ასე რომ ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. კარგით, წავედი, მოგხსოვო და საღამოს დაგიბრუნდებით. გაბურჯგუნულო. იაღამ ჩავარდი ხოს ისო. მე ჩემი ზელი ბონია ესა.
დააწვა რასაც გვსოვდი. გაიდი იქით. მომეცი ჩემი ჭხირები. Mira, чуть-чуть я еще, mira. Ясно. დავამთავრე ორივე მზადარი და იმედი მაქვს მეუღლეს დავითანხმებ რომ გაიკეთოს და გადავიღოთ მის ხელებზე უკვე გაკეთებული ძალიან კარგი გამოვიდა და იმდენად რბილია რა თქმა უნდა ჯერ უნდა გავრეცხო და მთელი ეს ქაშმირი გამოვიდეს ბუსუსებით და მირინოსიც თუმცა უკვე იგრძნობა რა დონეზე თბილია აი ძალიან მომწონს აი ეს უნდა მოვაზომო ახლა, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე. თითქოს ერთი უკვე გაიწელა, რასაც იზომავდა. მშვენიერია. ერთი რომელიც მანამდე მქონდა დასრულებული ძალიან ხშირად მოიზომა და მგონია რომ უკვე გაწელა, თუმცა არა, ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა. ახლა რამე ახალს დავიწყებ. ეს კომბინეზონის კომპლექტი გავრეცხე ხა კარგად სველია, დავაფიქსირე, შრება. როგორც ვარაუდობდი, გარეცხვის მერე გაიშალა ნაქსოვი და ძალიან ისეთი რბილი და დავარდნილი გახდა. ახლა მინდა რომ კარგად გაშრეს. მერე შევფუთა, აი აქ უნდა მივაკერო ჩემი ბრენდის ნიშანი. მერე შევფუთო გაიგზავნება ესეთი საყვარლობა წინდები, ქუდი და კომბინეზონი ოღონ გაგზავნამდე აუცილებლად უნდა გადავუღო ფოტოები, რომ ახალი მოდელი დავდო ეწიზე. რადგან ესეთი საყვარლობა კარგად იმუშავებს. ახლა მოვიფიქრებ რა შეიძლება მოგსოვო კიდე. ალბათ დიდი ალბათობით ვარდისფერ კომპლექტს დავიწყებ. ვამბობდი რომ წინდებს მოგსოვთ ხოლ, მაგრამ კიდე ერთი წყული წინდა მაქვს აი ესეთი პატარა მოსაქსოვი, თუმცა უკვე ესეთი პატარა ნივთების ენერგია ცოტა არ იყოს. აღარ მაქვს ასე რომ სხვა რამეს მოგსოვ ახლა. ფიქრობ ჯერ არ დავიწყებ. არ დავიწყებ არაფერს ვარდისფერი საროჭკისთვის მაქვს დეტალი მოსაქსოვი ყაიზნაღით. არა იმას გადაღება უნდა. მოკლედ, აი ესე ხდება სულ. მე რომ მგონია რომ ახლა დავამთავრე და დავიწყებ თქო, მე იწყება დილემა რომ არა, ეხლა ჯერ დასამთავრებელი ნივთები გაქვს, ახალი როგორ უნდა დაიწყო, ჯერ ის არ მოგიქსოვია, ასე რომ ეხლა ამ ყველაფერს, აი ესე რომ ვთქვათ, დავიკიდებ და დავიწყებ ახალ ნივთს. ვარდისფერს, რომელსაც უკვე 4 ვიდეოა ვგეგმავ. მოკლედ, ეს ესეთი სილამაზეა, რომელიც შრება. ამ ვლოგში უკვე მაქვს ესე იგი ქუდი დასრულებული, წინდები დასრულებული, ეს რო ჩავთვალოთ 2 ნივთი, ჯემპრი მესამე და ჩემი მეუღლის ხელთათმანი. 4 ნივთი მაქვს დასრულებული. მე მგონი ძალიან კარგი შედეგია. ერთი კვირის თავზე. ერთი კვირა ჯერ არ არის გასული თან. ხუთშაბათს გამოვიდა ვლოგი და დღეს არის სამშაბათია დღეს. ასე რომ და თან თუ გავითვალისწინებთ რომ 2 დღე სამსახურში ვიყავი, ისე რომ ქსოვისთვის არავის არ ეცალა. მე მგონი ძალიან კარგი შედეგია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დროისთვის, რომ მიყურეთ. კომენტარებიც არ დაგავიწყდეთ რომ დამიტოვოთ. მე კი დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოებში. ნახვამდის.